გამარჯობა. ჩვენ პირველი სერია ვიდეოში დავასრულეთ შემდეგი სიტყვებით, რომელსაც ქვიან პროტატოს, ესე იგი პროტატოსელნი. მოიყვანა ქართლად იგინე ალექსანდრემან და მისსა ხელის ქვეშე აზონს პატრიკს. ახლა რა წერია უქარქაშო ხვლებში. ცხეთაში მაშინ მამასახლისი იჯდა, სახელად სამარა, პონტოდან ძლიერი ლაშქრით მოვიდა სარდალი აზონ, ტომით პონტუელი ქართველი, მაგრამ ქართველთაგან ბერძნად წოდებული. აზონს ალექსანდრე მაკედონიის თანამებრძოლ სარდლადაც მიიჩნევდა. მოვიდა იგი ძლიერი ჯარით და ძლიერი სახელით. დაიპყრო მცხეთა გული ქართლისა. დაახოცინა მამასახლისი სამარა და მისი ძმა. არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი მაკედონიის შემოსვლაზე საქართველოში, მხოლოდ აზონი. ზემოთ მოგახსენეთ, რომ იავარყო ალექსანდრემ მცხეთა რუსთავი და ასე შემდეგ, ციხენი და ადგილინი მრავალნი. რამდენი სისხლი დაიღვარა და საქართველოში არ შემოსულა მაკედონელია. გავაგრძელოთ თეიმურაზ ბატონიშვილი. დაუტევნა მუნ აზონ მთავართა თვისთაგანი ძეი არიანე მთავრისა მაკედონელისა. ანტონი კათალიკოსის წიგთაგან და ვახტანგ მეფისა. ყვალად ვახტანგ მეფეს წერს, ალექსანდრემან დაუტევაო ქართველთა ზედა პატრიკად, სახელით აზონ ძეი არედისა, ნათესავი მისი ქვეყნით მაკედონიით და მისსა 100,000 კაცი ქვეყნით რომით, რომელსაც ქვიან პროტატოს, ესე იგი პროტატოსენი, იყვნესო კაცნი ძლიერნი, ეკითებოდეს, ესე იგი ებრძოდესო თვითონ აქ განმარტებული ქვეყანასა რომისასა, მოიყვანა ქართლად იგინი ალექსანდრემან და მისცნა ხელის ქვეშეთ აზონს პატრიკსა. მოდით აქვე გავმარტოთ ახლა პატრიკის მნიშვნელობა. სავარაუდოდ პატრიციუსი, საპატიო ტიტული, რომის იმპერატორების მიერ ბოძებული, წარმოადგენდნენ იმ საზოგადოების მაღალ ფენას. ვიდრე განვაგრძობთ ზემოთ დაწყებული საკითხის განხილვას, აქვე ერთი საკითხის განვიხილოთ. რა იგულისხმება დაუტევა მუნ აზონ მთავართა თვისთაგანი ძეი არიანე მთავრისა მაკედონელისაში. აი რა, აზონ მთავართა თვისთაგანში უნდა ვიგულისხმოთ შემდეგი. აზონ ადამიანის სახელით და მთავართა თვისთაგანში მისი ალექსანდრეს მთავარი, ხოლო ძეი არიანე მთავრისა მაკედონელისაში კი ძე არიანეს ტერიტორიული ერთეული მთავრისა მაკედონელისა. არიანე მთავარი, ანუ არიანის მთავარი. რადგან ზემოთ როცა თეიმურაზ ბატონიშვილი აზონს ახსენებს, გარკვევით მიუთითებს იმაზე, რომ აზონ მთავართა თვისთაგანი ალექსანდრეს მთავართაგან ერთ-ერთი მისი მთავარი იყო. ესე იგი გვაქვს არიანე მთავარი, ანუ არიანეს მთავარი, რაც ნიშნავს არიანეს ხალხის მთავარს. ქვემოთ ავხსნით უფრო დაზუსტებით. ამასთან თეიმურაზ ბატონიშვილი თავის ცნობას აზონისა და მისი მამის შესახებ აზუსტებს მეფე ვახტანგის ცნობის სახელით აზონ ძეი იარედისა. აზონ საკუთარი სახელი და მამამისის სახელი კი იარედი და არა არიანე. მაშინ გვექნება აზონ არიანეს მთავრის იარედის ძე. შემდეგ ტექსტში გვხვდება, როგორც ზემოთაც აღნიშნეთ, ჩვენთვის უცნობი დასახელება. ქვიან პროტატოს, ანუ პროტატოსენი. რადგან ისტორიულ წყაროებში ვერ მივაკვლიეთ ამ დასახელებას, წავედით ნაცადი გზით. გავიხსენეთ, რა მდგომარეობას უფლებდა წინარე ფილიპესა და ალექსანდრეს, შემდგომ მხოლოდ ამ უკანასკნელის პერიოდში სამხრეთ ევროპაში. ჩვენ დავადგინეთ, რომ პროტატოსენი იგივე კელტები იყვნენ. და აი რატომ? ძველი წელთაღრიცხვის 400 წელს კელტებმა დაიპყრეს იტალია და დაიქვემდებარეს იქ მცხოვრები ხალხი. ძველი წელთაღრიცხვის 396 წელს მათ დაარსეს ქალაქი დიოლანი, დღევანდელი მილანი. ძველი წელთაღრიცხვის 387 წელს მათ ბრენომის მეთაურობით დაარბიეს და გადაწვეს ძველი რომი, მაგრამ კაპიტოლიუმის აღება ვერ შეძლეს. გახსოვთ ცნობილი ფრაზა, რომი იტალიის პატემმა გადაარჩინეს. ამავე წლებში კელტები თავს ესხმოდნენ იტალიას. სანამ ეს რომმა არ აღკვეთა, ამის მიზეზი იყო ის, რომ სურდა იტალიაზე ჰეგემონიის დამყარება. ამგვარი წინააღმდეგობის გამო ძველი წელთაღრიცხვის 358 წელს კელტების რამდენიმე ჯგუფი გადასახლდა ილირიაში, ანუ იტალიიდან წავიდა ილირიაში. ეს
ამ ტერიტორიებს. ახლანდელი ბალკანეთი, სადაც ისინი მაკედონელთა მხრიდან წინააღმდეგობას გადააწყდნენ. პირველი ბალკანური ტომი, რომელიც კელტებმა დაამარცხეს, იყო ილირიული ავტარიატები და დაიკავეს მათი ტერიტორია, ანუ ეს დაიკავეს ეს ტერიტორია. ძველი წელთაღრიცხვის 325 წელს კელტთა ელჩებმა მოლაპარაკება ალექსანდრე მაკედონელთან დაიწყეს. ამ დროისთვის მაკედონელი თრაკიელების წინააღმდეგ ომში იყო ჩართული. მოლაპარაკების შედეგი გახდა ის, რომ მათ გადაინაწილეს გავლენის სფეროები. ამით ისარგებლეს მაკედონელებმა დაიწყეს ომის სპარსელებთან, რაც ძველი წელთაღრიცხვის 334 წლით თარიღდება და მოგეხსენებათ 3 წელიწადში მერე დარიოსი დაამარცხა. ახლა რაც შეეხება არდიაები, რაც წარმოადგენდნენ ირილიელი ხალხი, განსახლების ტერიტორია, აი ეს. ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან ძველი წელთაღრიცხვის 168 წლამდე არდიაეს სახელმწიფოს დედაქალაქი იყო რიზონი, შემდგომ სკოდრა. ახლა ეტიმოლოგია. ტომობრივი სახელი არდიაეი უნდა მომდინარეობდეს ილირიულიდან. იგი დაკავშირებულია ამ მომდინარეობს პროტო-ალბანურიდან ჰარდიაე, ალტერნატიულად ალბანურიდან ჰარდიე, ხვლიკს ნიშნავს. საბოლოოდ პროტო-ალბანური სკარდადან, ანუ არდიაე, არდიანე, არიანე. ბატონიშვილის წიგნში ნახსენები არიანე მთავრისაში იგულისხმება შემდეგი: ილირიაში მცხოვრები არდიაეს, ანუ არიანეს ხალხის მთავარი. ასევე მსგავსება იარედი არდიაე ამ სახელებს შორისაც, რაც ეჯგარეშე მიუთითებს თემურაზ ბატონიშვილის წიგნში ნახსენები იარედის, ანუ არიანე მთავრის წარმომავლობას. შესაბამისად, იარედი არა მარტო აზონის მამის სახელი შეიძლება იყოს, არამედ მისი ხალხისას, რომლის მთავარსაც წარმოადგენდა იგი და ამ ხალხს ეს სახელი დაერქვა მისი სახელიდან გამომდინარე. მაგალითად, ქართლი, ქართლოსი. მნიშვნელოვანი მსგავსებაა აზონი, რიზონი ამ სახელებს შორისაც. აზონი მაკედონელის მიერ დატოვებული პირია საქართველოში პატრიკად, ვიცით. ხოლო რიზონი არდიაეს ხალხის დედაქალაქი, ანუ მთავარი ქალაქია. შეიძლებოდა რომ ქალაქს თქმეოდა აზონის სახელი, შეიძლებოდა შორს ნუწავალთ გავიხსენოთ ალექსანდრია. აზონის მამამ თავისი ხალხის დედაქალაქს სავსების შესაძლებელია რომ უწოდა შვილის ამასთან მემკვიდრის სახელი. ასეთი ფაქტები მრავლად გვხვდება ისტორიაში. დავაზუსტოთ კიდევ ერთხელ. ილირია იყო ტერიტორიული ერთეული, სადაც განსახლდნენ იტალიიდან რომაელების მიერ გამოძევებული ფროტატოსელები. გამოაძევეს და აქ დასახლდნენ. დაიპყრეს ეს ტერიტორია და დასახლდნენ. ანუ კელტური ტომი. ხოლო არდიაე, ანუ არიანე, იარედი წარმოადგენდა ილირიულ ხალხს, ტომს. მათი მთავარი გახდათ აზონის მამა, დედაქალაქს ერქვა რიზონი. ალექსანდრემ ყვალა თეიმურაზ ბატონიშვილისა დაუტევა მუნ აზომ მთავართა თვისთაგანი ძეი არიანე მთავრისა მაკედონელისა 100,000 მხედრობითა, რომელნი იყვნენ იტალიელი. აქ ამბობს იტალიელია. ყვალად ვახტანგებისა დაუტევა ქართველთა ზედა პატრიკად სახელით აზონ ძეი იარედისა ნათესავი მისი ქვეყნით მაკედონიით და მისცა 100,000 კაცი ქვეყნით რომით, რომელსაც ქვიან ფროტატოს, ესე ფროტატოსენი და შემდეგ იცით. ამ ციტატებს იმიტომ მიმეორებთ, რომ ასე უფრო ადვილად ავხსნათ. ზედა მონარჩი ნათქვამია, რომ აზონისთვის დატოვებული 100,000 კაცი იყვნენ იტალიელნიო, ხოლო ქვემორეში კი ფროტატოსელნიო. ანუ ამგვარი სხვაობა უკავშირდება იმას, რომ ეს კელტური ტომი გადასახლდა იტალიიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, უпростоრად გააძევეს რომაელებმა და მერე ეს ტერიტორია დაიკავეს. ახლა ვნახოთ რა ცნობებს გვაწვდის ლეონტი მროველი ალექსანდრესთან დაკავშირებით. ცხოვრება ქართველთა მეფეთაში. ქართლში ალექსანდრეს შემოსვლას ასე აღწერს. ამან ალექსანდრემ დაიპყრა ყოველნი
კიდენი ქვეყნისანი ესე გამოვიდა დასავლით და შევიდა სამხრეთ. შემოვიდა ჩრდილოთ, გადმოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად. გადმოიარა ესე კავკასიაო გვავწყოს მროველი. გამამახვილოთ ყურადღება ამ ცნობებზეც, რომლიცაც დასტურდება ალექსანდრეს შემოსვლა საქართველოში, განსხვავებით საბჭოთა ისტორიკოსებისა. შემდეგ ლევონტი მროველი ასეთ რამეს ამბობს, ისევ ლევონტი მროველი და ხოლო სარკინელთა შეშჭირდა რამე თუ ბრძოდა 11 თვე. აქ საუბარია ალექსანდრეს მხრიდან განხორციელებულ ქალაქის ალყაზე. ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია ვთქვათ, ალექსანდრემ დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველო. თითქმის 1 წლის მანძილზე 11 თვე იმყოფებოდა საქართველოში და მმართველად დატოვა აზონი, არაპონტოელი ქართველი, რომელსაც მისცა ხელის ქვეშე 100,000 პროტატოსენი, ანუ კელტების ერთ-ერთი ხალხის წარმომადგენლები. სწორედ ისინი არიან ჩვენთვის საინტერესო, რადგან დამარცხების შემდგომ მათ აზონთან ერთად მოუწიათ საქართველოს ტერიტორიის დატოვება და წასვლა სამხრეთის მიმართულებით. ამასთან ერთად საინტერესოა აზონის ეთნიკური წარმომავლობაც, რაზეც შემდეგ ვიდეოში, ანუ მესამე სერიაში ვისაუბრებთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ვიდეოებს. შემდეგი სერიები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. დიდი მადლობა.